მოგესალმებით. სანამ ევროკავშირის ამ განმარტებაზე ვისაუბრებდით, განმარტებას გულისხმობ, მას შემდეგ რაც BMG მიწერა წერილი და დაწვრილებით იქნა პასუხი გაცემული, თუმცა მთავარი არის დასანქცირება, რა თქმა უნდა, ამ რუსული კომპანიისა, რომელიც მძიმე დაისახება თელასის მუშაობაზე, ლარით ანგარის სწორებას განახორციელებს, არავითარი შვება არ არის. ლარით იყიდის ტრანსფორმატორებს და აი ამ ამორტიზებულ ქსელს ლარის ასე ვთქვათ. ანუ შექმნის პრობლემას? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ იყიდიან, გადარიცხვები გაჩერებულია და არც ერთი ასე ვთქვათ უცხოურ ვალუტაში მომსახურება არ განხორციელდება. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ დაწვრილებით, უნდა თქვა, რომ სემეკის ეს დასკვნა კვლავ გაუგებარია. თქვენაც წაიკითხეთ, ეს იყო პირველი დასკვნა, რითაც სემეკი ასე ვთქვათ გამოვიდა ბრალმდებლის როლში და უფრო პოლიტიკური ლექსიკით ილაპარაკა, ვიდრე პროფესიული და როგორც ჩანს პირდაპირ დავალება იყო ზარდიაშვილის მოსახსნელად, მაგრამ ანუ შექმნა უნდა ამ დასკვნას საფუძველი ზარდიაშვილის მოხსნისთვის, ამიტომაც იყო ის უფრო პოლიტიკური ვიდრე პროფესიული? კი, რა თქმა უნდა, ზარდიაშვილი ამ შემთხვევაში ჯანჭიკია და ზარდიაშვილი ვინ არის? ხა ჩიტის ბრძნად არ აღერს თუ შეიძლება ასე ითქვას აი ამ ასეთ ვითარებაში და უბრალოდ აქ საუბარია ორი კურდღლის დაჭერაზე, ერთი რომ ზარდიაშვილი რაღაც პოლიტიკური დაჯგუფების ნაწილია და ის მოიცილეს თავიდან და მეორე გადაებრალებინათ კონკრეტული ასე ვთქვათ ადამიანებისადმი და თუნდაც იგივე კონკრეტული სისტემისადმი, როგორც არის საქართველოს ელექტროსისტემა და ეს დისპეჩერიზაცია და ის სტრუქტურა, რომელიც იქნა დადანაშაულებული ამ კოლაფსში, მაგრამ დანაშაული არის ქართული ოცნება, ისე 15 წლიანი ენერგეტიკული პოლიტიკა. და სხვადასხვა მეორე ახლა განხილვისას აბსოლუტურად სხვა რამე თქვეს. თუ იქ საუბარი იყო 100 კილოვოლტიანი გეგუთის ხაზზე და დაზიანებაზე, რომელიც ენერგოპროს ეკუთვნის, ეს ენერგოპროს გაურგებარია, ვინ არის ჩეხურია, ნოღაიდელის კომპანია, რუსებიდან არ დგანან. მოკლედ, აქეთ მთელ საქართველოს დისტრიბუციას მართავს ეს გაურკვეველი წარმომადგენლობის ასე ვთქვათ, ეს ენერგოპრო და აქეთ კიდე მთელ თბილისს და ამოზარმაზარ ენერგოკომპანიას რუსების სამწუხაროდ. ასე რომ ენერგეტიკაში ამ კუთხით, საკუთრებითი კუთხითაც ძალიან ასე არასასიამოვნო ვითარებაა და მით უმეტეს მერე უკვე დიდი გადამცემი ხაზები, როგორც არის კავკასიონის, საიდანაც შემოდის ელექტროენერგია რუსეთიდან, აგერ ეხლა გუშინ ახსენები იყო, რომ გაითიშა იმერეთის ხაზი. იმერეთი გაითიშა თუ გეგუთის 100 კილოვოლტიანი. იმერეთი არის უზარმაზარი 500 კილოვოლტიანი ხაზი, სადაც ენგურიდან ზესტაფონამდე მოდის უკვე ელექტროენერგია. და ეს და ასევე აზერბაიჯანიდან შემოდის, სომხეთიდან, თურქეთიდან და ზენსვარსკის ყველაფერი ეს ეკუთვნის საკ რუს ენერგოს. 50% აქ წილი არის რუსეთისა. სამწუხაროდ ასია და ენგურს რუსები რო აკონტროლებენ, ვიცით ვინაიდან საკმაოდ ერთი ღილაკი დააჭეროს იქ აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონში, სადაც არის განლაგებული მთელი ეს გენერაცია და მორჩენილია საქართველოს ჩაბნელდება. და ამიტომ არის რომ ის პროექტები, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო დაწყებული ნენსკრა, სადაც კორეელები უკვე მაშინ შემოვიდნენ კორეელები, ჯერ ნორვეგიელები იყვნენ, შემდეგ ჩანაცვლდა. აგერ ნამახვანში რა მოხდა, ვიცით, 400 მილიონი დაგვაჯარიმეს და 50 მოემატება ამ ნამახვანის აი ამ კატასტროფული ისტორიის შედეგად და კიდევ ვერ ვაცნობიერებ რას ნიშნავს 450 მილიონი დოლარი. 450 მილიონი ნამახვანს წავაგეთ საფრანგეთის არბიტრაჟში და 129 მილიონი აგერ ინტერრაუს უხდით და ეს ორივე ერთად დაახლოებით არის იმდენი, რამდენიც ანაკლია აშენდებოდა. ორი ჯარიმა ეს არის ის დანაკარგი, რასაც აგერ 20 წელი ანაკლია ვერ აგვიშენებია და 300 მილიონს მოხეწებოდით რაღაც ჩინურ კომპანიას. წარმოუდგენელი ზიანი მიაყენეს. აგერ კალაძის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ინტერრაუსთან, სადაც იქ ლარის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე იქ ტარიფების მომატების ვალდებულება ჩადო. და ამ ინტერრაუს უამრავი ასე თქვა საინვესტიციო ვალდებულება გაუუქმა. პირდაპირ კორუფციული გარიგება იყო ეს, რომლის ჯარიმასაც აგერ 129 მილიონს ვიხდით ვერც, ხო აგერ გუდვანი ინდოელები იყვნენ და ინდოელები გაუშვეს, რომ არეჩივლად სასამართლოში და 13 მილიონი ბიუჯეტიდან მისცეს და მე მაშინ პარლამენტში ვიყავი, ვაპროტესტებდი აგვიხსენით, რატო გაისტუმრეთ ინდოელები და გააყოლეთ ასე ვთქვათ 13 მილიონი კიდე იმით რა ქვია, ჩანთით, რატომ? ანუ ჩაფლავდა მთლიანად ენერგეტიკული აი ეს ასე ვთქვათ სისტემაში ინვესტიციები, არაფერი აშენებულა გარდა 1-2 ჰიდროელექტროსადგურისა, რომელიც მარეგულირებელია არ არის და ამ პრობლემას ვერ წყვეტს
და მთლიანობაში აგერ ყველაზე სწორი დასკვნა როდის გააკეთა ისეთ აი ამ სემეკმა როდესაც ფასების ტარიფის მომატებაზე იყო საუბარი და გამოვიდა ნარმანია და იტირა ასე ვთქვათ თუ ეხლა ჩვენ ტარიფი არ მოუმატეთ ამ შემთხვევაში ენერგოსისტემა ამორტიზებულია, ქსელები ამორტიზებულია. აბა გავიხსენოთ, ამოვწიოთ თქვენი არქივებიდან, რომ ტრანსფორმატორები მოძველებულია, ქვესადგურები მოძველებულია, ხაზებზე ხშირი ავარიები ხდება, გენერაცია არის ამორტიზებული და გენერაციასაც, ანუ ენგურის ესე იქნება ჟინვალ თუ სხვა ჰიდროელექტრო სადგურები, ასევე თბოსადგურები, მათ ჭირდებათ განახლება და თუ ფული არ მივეცით, როგორ განაახლონ დასკე ფული ანუ ჩვენი ჯიბიდან და განაახლოს გენერაციამ და აი ამ იმან რა ქვია ენერგოსისტემამ ტარიფების მომატებით, ოდესაც მარტო ეს კრიპტოსაწარმოები მილიარდ კილოვატ-საათ ენერგიას ჭამენ. ბათუმზე მეტია, ბათუმი არის შავ ზღვაზე ყველაზე გაჩახშახებული ქალაქი. მოსახლეობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, პორტები, საწარმოები ანუ 180,000-იანი ქალაქია და რეალურად ტურისტებთან ერთად 300,000-ია. რასაც ბათუმი წვავს, ამას წვავს ერთი ესე რა ქვია სტადიონის დინამო სტადიონის სიდიდის ივანიშვილის კრიპტოქარხანა გლდანში. და ესენი 24 საათი მუშაობენ. სერალტულში არ არის ღამის ეკონომიკა, რამდენი 6-8 საწარმო მუშაობს. ანუ აი ამ კრიპტო მაინინგის გავლენა არის ძალიან ნეგატიური რა თქმა უნდა ელექტრობაზარზე. რა თქმა უნდა ჯერ გორში და იმაში გახსნა გდანში და მე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მოედო, ესენი ხო არაფერს იხდიან, ბიუჯეტში ნული შენატანი ელექტროენერგიას ჩვენზე ეფარღებულობენ. ჩვენ 18%-ით მეცვით და ისინი იხდიან და ამავე დროს მათი შენატანი ეკონომიკაში არის ნული, ანგრევენ ენერგეტიკას საქართველოში მეორე ცულაში მუშაობს მეტალურგიული ქარხანა აზოტი, ორ ცულაში, სამ ცულაში ასე ღამით და ცემენტის ქარხნები და 1-2 ესენი 24 საათი მუშაობენ 365 დღე და სწორედ ეს იწევს ამ პრობლემა არის საერთოდ მათი არსებობა თუ პრობლემა არის რომ ისინი ცოტა ფულს იხდიან შედარებით არა ისინი რომ მუშაობდნენ ნებისმიერ ენერგოტევად დარგს აქვს საწარმოს აქვს არსებობის უფლება ეს ყველაზე დიდი საქართველოში დღეს მოიხმარს ფეროშენადობის ქარხანა ნომერ მეორე არის აი ეს ვიტფური რომ ქვია გლდანში და 30-მდე კრიპტოსაწარმოა რომ გამოვიდნენ ამ საშეღავათო ზონიდან იმავე დღეს დაიხურებიან. გადასახადი რომ გადაიხადონ და ანუ სწორედ საშეღავათო ზონის ხარჯზე არსებობენ, ანუ სასათბურო პირობები ეს არის კორუფციული ასე ვთქვათ ბიზნესი. რითი არის ეს ახსნილი, მინდა რომ საზოგადოებას განვირო, იმ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ვთქვათ მოქცევით. იმიტომ რომ იქ გადასახადებს არ იხდიან და ამავე დროს შეღავათიანი ელექტროენერგია მიეწოდებათ. გადასახადო თავი დავანებოთ. მარტო ელექტროენერგია რომ არ იყოს მათთვის მემცემული შეღავათიანი და შეღავათიას ისწრებს თუ მილიარდ კილოვატ-საათ ენერგიას ხარჯავენ. ეს მილიარდ კილოვატ-საათ რა არის? დაახლოებით 500 მილიონია გლდანი. კიდევ 250 ფოთში, ქუთაისში და სხვა ინდუსტრიულ ზონებში. ეს და 750 და 133 უკვე სვანეთში. სვანეთში ჭირდება 10 მილიონი კილოვატ-საათი, მოიხმარს 133 მილიონ კილოვატ-საათს. წარმოგიდგენიათ, ამდენჯერ მეც მოიხმარს 123 მილიონ კილოვატ-საათით უფრო იქ რაღაც ამოღების პროცესი რომ იყო, ასე ვთქვათ, სამართალდამცველები რომ მუშაობდნენ ამ მიმართულებით, სპეციალისტებმა როგორც მითხრეს, რა ამოღების რაოდენობაზეც იყო საუბარი, ეს წესით ვერ ჯდება იმ რაოდენობაში, რომელსაც მოიხმარენ, ანუ გაცილებით მეტი სამოღება უნდა მომხდარიყო იმ მოხმარების დონესთან შედარებით. იქ რაც ნახეთ 200 ჟანგიანის სერვერი ამოიღეს და ნახევარი გადაყრილი იყო. ასე რომ იქ სხვა მფარველობაა, მაგრამ კი დავუშვათ იქ თუ უფრო მეტად უფრო ბობოლების ასე ვთქვათ ბიზნესია და იქ სხვადასხვა კრიპტოფერმები რომ ქვია, სადაც შეიძლება 100-200 რაღაცას აქვს ერთად ეს სერვერები და თავმოყრილი, მაგრამ მოსახლეობასაც აქვს. მაგრამ აქ ეს დიდი კრიპტოსაწარმოები ანგრევენ ენერგეტიკას. და მე რუსეთიდან შემოგვაქვს თითქმის 1 მილიარდი. ანუ რუსეთიდან შემოგვაქვს ძვირიდენი და შემდეგ ამათ ვაძლევთ იაფად. მოკლედ, აქეთ ჰესების პროგრამა ჩააფლავეს. აგერ ეს კრიპტოსაწარმოება დაანგრიეს ენერგეტიკა. აგერ ყოველდღე უკვე ხან ერთი პატარა ქარი დაუბერავს და სადღაც ხაზი გაცდება და ითიშება და თუ გეგუთის 100 კილოვატიანი ხაზი გაწყდა, თუ სხვადასხვა ეს აი ამ მათმა მესაკუთრეებმა ასე ვთქვათ
იმან ენერგოპრომ ამ კომპანიამ თქვა 11-ჯერ დაზიანდა ეს ხაზიო ბოლო წლების განმავლობაში 11 ჯერ და არც ერთხელ არ გათიჩულაოდა რა მაინც და მაინც ამ უაბრალებს ჩვენოდა კი დაუშვა და 24-ში ჩვენი ბრალი იყო 25-ში რატო გაითიშა დილით ოდესაც იქ პრობლემა აღმოფხვრილი იყო ასე რომ დღემდე გაუგებარია აქ რა მოხდა ერთი რამ ნათელია რომ ენერგოქსელი არის მძიმე მდგომარეობაში მის რეაბილიტაციას სჭირდება ასეული მილიონობით ინვესტიციის განხორციელების სურვილი არც პოლიტიკური და არც ფინანსური არა აქვს რუსულ კომპანიას, ვინაიდან მთელი გადამცემი ხაზები რუსულ ქართულ კომპანიას ეკუთვნის და ინვესტიციას არ ახორციელებენ და იჯარით აქვს მიცემული სხვადასხვა ქართული კომპანიისთვის. რუსები 50% ფლობენ და მათი მონაწილეობა არის ნული. ფაქტობრივად, ამ საინვესტიციო ენერგეტიკის საინვესტიციო ასე ვთქვათ პროცესებში. ისევე როგორც ის რომ გენერაციას არაფერი ამატება და მარეგულირებელი სადგურების არ ქონის გამო ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით და ბევრი ვერაცნობიერებს იმას რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ ენგურზე, მაგრამ ენგურზე ჩვენ რა გვეკუთვნის? გვეკუთვნის კაშხალი, ჯვარში და წყალი. დანარჩენი ყველაფერი რუსების კონტროლში არის. იქ უზარმაზარი მეორე წყალსაცავი გალის ზღვა ქვია. ის ზღვა წარმოიშვება. აი რა უნდა იყოს ახლა სწორი სტრატეგია ხელისუფლების, რომ ეს თქვათ მდგომარეობა უკეთესო, ეს თქვათ უფრო სტაბილურობისკენ შეიცვალოს. საქართველოს ენერგეტიკა არის უკიდურესად მოწყვლადი და ჩვენ ვართ რუსეთის ანუ რეალობიდან გამომდინარე გეკითხებით, ხომ? არა ზოგადად რაღაც რა იქნებოდა უკეთესი, არამედ მოცემულობიდან გამომდინარე. მოცემულობიდან უნდა აშენდეს ეს ესები, ეს ანტიჰასური განწყობილება კიდე ახლა რაღაც ეს საზოგადოების გავლენაც მაგალითად თქვენ ახსენეთ ჯარიმას რომ ვიხდით კონკრეტული ხესთან დაკავშირებით, იქ შეიძლება არ ვიცი ეს რამდენად იყო საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი, მაგრამ ალბათ იყო და საზოგადოების მხარდაჭერაც ჰქონდა იმ ანტიხეს მოძრაობას, არა? საზოგადოების მხარდაჭერა ექნებოდა მაშინ, არ ექნებოდა თუ მთავრობის მხარდაჭერა არ იყო. აი აგერ ახლა ვახო გამოვიდა მართლა ვაჟკაცია და არ შეუშინდება და 14 კი არა როგორაც არ უნდა დასაჯოთ და ვახო კი არა ნებისმიერი ჟურნალისტი გმირები ხართ თქვენ ყველანი და აი ამ რეპრესიული აი ამ რუსული მანქანის პირობებში მაგრამ აქ კი ვილაპარაკოთ ვახოზე კი ბატონო ხო და ამიტომ სიტყვის ამოღებისთვის იჭერენ და რისი კარვის დადგმა საოცნებოა ტროტუარისთვის იჭერენ და კარვების ქალაქია აშენებინა ანუ წახალისებული იყო ეს პროცესი რა თქმა უნდა აგერ იმაში რესპუბლიკის მოედანზე ივერიესი მთელი ქალაქი იყო 4-5 დღე მერე ეს მარში წამოვიდნენ და გადაკეტეს მერთა მოედანი და აგერ კიდევ მთელი მხარდაჭერა ქონდა ანუ ხელისუფლებას ჯარიმის გადახდა უნდოდა თუ არ უნდოდა ეს ამ პროექტის განხორციელება და აი ამ პროტესტის მეშვეობით ეს თქო ჩაშალა ხელშეკრულება? ხო, ვერ გაიგებ ერთი რამ ფაქტია რომ ნამახვანის ესიდან რა მოგებასაც თურქები ნახავდნენ 30 წლის განმავლობაში 150 მილიონი 15 წელი მარტო ჩადებული 1 მილიარდი ჯდება. მილიარდის ამოღებას დაახლოებით 15 წელი დაჭირდებოდა და შემდეგ 450 მილიონი მოგება რომ მიიღო კიდე 15 წელიწადი. რასაც ეს კომპანია ელოდა 15 წლის განმავლობაში მიიღო პარიზის არბიტრაჟში 15 წამის განმავლობაში. აჩვენეს ღარიბაშვილის გამოსვლა, რომ ჩვენ თავს წავაჭრით ნამახვანის კაშხალს დავწევთ სიმაღლეში, რომ ნაკლები დაიტბოროს და ასე ვთქვა, თორეს ქუთაისს 18 მეტიანი ტალღა გადარუბენს თუ რაღაცა და ბოლოს ისიც კი თქვა, რომ მე ვაჩერებ ამ პროექტს 1 წლით და ვიწყებ ინვესტორთან საუბარს პროექტის გადახედვასთან დაკავშირებით. რას ქვია, 1 წლით აჩერებდა და წავიდა და საერთოდ არ გაჭირვებია ესე მოიგეს. ეხლა აღსრულება არაა დაწყებული, ვინაიდან ახლა მიდის საკითხი როგორ გადაიხადოს. ერდბაშად ამის გადახდას ვერ შეძლებს ქვეყანა და ახლა გრაფიკის გაწერაზეა საუბარი. როგორც ინტერაუსთან დაკავშირებით. ინტერაუს დავიწყეთ გადახდა 21 დეკემბერს 139 მილიონი ტრანშებად ვიხდით. ყოველი 3 თვე, 3 თვეში ერთხელ ირიცხება ფული რუსეთში და 2028 წლის ივლისის თვეში უნდა დამთავრდეს. ამიტომ აი ეს მთელი კასკადი კორუფციული გარიგებებისა, ამაში ვიღაცები ფულს შეულობენ ღმერთმა იცის ნამახვანთან ვინ როგორ იყო შეკრული და აქედან ამოღებული ფული 10% რო ვიღაცას მიუვიდეს 450 მილიონიდან 45 მილიონი დოლარია. ვერ გაიგებ აქ რა მოხდა. თავად პროექტიც არ იყო კარგი თავიდან
მაგრამ აგერ ფილმებს ნაჩვენებენ რომ ღელეზე ხესი არ ააშენოთო და ხადორზე ხესიობდა წამლავს ქვეყანა რა წამლავს ის რო იყო ციციკორი რო იძახდა მატარებელი გაივლის კახეთში დაწამლავს დაახლოებით იმ დონის აზროვნება არის ღელეზე ხესი ვერ ავშენებია რა არის 5 მეგავატი ასჯერ ნაკლებია ვიდრე ნამახვანის ესი და ხადორში ამოხდა ხედავდით გააგდეს იქიდან ინვესტორი მაგრამ თორსა ხელისუფლების ადენ ნდობა არ არის როდესაც თავად ხელისუფლება კორუფციული გარიგებებშია და თავად ზოგი შემთხვევაში წახალისება ხდება რაც იმაგერ წოდებული ამ პარლამენტის აქციების სახელმწიფოების ხედან წაყრუება იქ სამგდელოებასთან კოჩის გაგორება და რაღაცა ორმაგი თამაშები ასე რომ საბოლოო ჯამში უამრავი ფაქტორების შედეგად საქართველოს დღეს ენგური სამარა კვლავ არეგულირებელი დიდი რამდენიმე ასე ვთქვათ ელექტროსადგურის გარეშე ვარ. ზეც კარგია, მთვარეც კარგია, ნისის კარგია, ქარიც, მაგრამ ეს არის დამატება ესენი. დამატება და ისე კიდე მეორე ბევრჯერ ვთქვი, რომ რადგან ჩვენ ნახლა ენგურის წყალობით ჩვენ ვარეგულირებთ აი ამ თუნდაც იგივე ავარიებს და გვაქვს დიდი მარეგულირებელი სადგური, რომელიც აპოლში და გაზაფხულზე აგროვებს ხალხს და სამთარში მოყვება ეს, ყველაფერი რუსეთშია. მეორე დიდი წყალსაცავი მიწისქვეშა დიდი გენერაცია რუსეთის ხელთ არის 4-5 ვარდნიხესები ქვია დიდი არხზეა და მე ზღვაში მიედინება ყველაფერი სოციალურ ქსელში აქტივობითაც შემინიშნავთ რომ თქვენ არ ხართ ეს ანტიჰეს მოძრაობა პირიქით მათი აქტიურად ოპონირებთ ამ მიმართულებას ენერგეტიკული სურათით იმდენად მძლავრია რუსული გავლენა იმდენად მძლავრია და იმდენად სახიფათო ვითარებაა შექმნილი რომ ეს არის უკვე ქვეყნის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემა კი არ არის ზოგადად ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხია და რუსეთს არ აუმუშავებია ეს არ დაჭირვებია 2008 წელსაც არ დაჭირვებია კი ბატონო მადლობა ბატონო რომან ძალიან დიდი მადლობა